საშინელი ქარია დღეს თებში თოვლიდებს ქარს მოაქვს ეს სიცივე მიწა გაბიჟბიჟებულია ამ წვიმებისგან ადვილად სამუშაოა მოგეთ არ ინდობთ რა თავს მოდივართ ბაღში სამუშაოდ მოგესალმებათ შაბათის მებაღე დღეს რა მაქვს გეგმაში შევამოწმო ხეხილის ყვავილი კვირტი რომელმაც გადაიყვავილა რამდენად შეინარჩუნა ნაყოფის ჩანასახი ამას გაჩვენებთან ვიდეოში აგრეთვე აი აქ მქონდა ჩვეულებრივი ეს რაღაც კონტეინერები რემონტის შემდეგ დამჩა რემონტი ჯერ კიდევ მოდის სახში და კარგი მიწა დროებით მიწა ჩავყარი აქ და ბაღის სამუშაოების პროცესში რაც გადავჭერი თქვათ ხომ ბრალოდ აქ ჩავარჭერდი თუ გამოიღებდა ფესვს კალამი გაიქნებოდა თუ არა და არაფერს კარგავდი როგორც ხედავთ აი ეს არის ვარიგატული ვეგელა გამოიღო კვირტები ფოთლები გაშალა ესენი არის წყავები ეს ორი მეტი მეკუმერცად კიდე ის ჩავარჭე ამონიოსი აგერა არა ეს დალპა იმიტომ რომ ეს დღეები გარეთ დამჩა საშინელი წვიმები ნაძვის ის მომიტყდა ტოტი და ისეც აქ ჩავარჭე ეხლა გადმოვიღებ ამას თქვენთან დასწრებით და ნახავ როგორ დაფესვიან და თუ კიდევ აკვია დაფესვიანება გადავიტან მაინც ყოველ შემთხვევაში ამ კონტეინერში გადმოვიტან დროებით ჯერ არის საწავლო აი ეს არის აიუგები რომელიც ერთ ადგილზე ჰორტენზიასთან მაქვს ფესვებთან ჩარგული რომ შეინარჩუნოს ტენიანობა გადმოვიდა საზღვრებს მიღმა გადავიდა ამოვიღე კარგახანია კვირაზე მეტი 10 დღე აქ წყალში ეს მინდა გავასუფთავო რადგან გარეთ სერიოზული ხარი აქვს მოფარებულში გარაში გავასუფთავებ ამას და მინდა გადავიტანო რომ გაჩვენოთ აი აქ გარაჟის კუთხეში ვაკეთებ სტუმრად მოსulis მანქანის სადგომს აი აქ ცოტა მოვანთავისუფლე ეს ადგილები მინდა აი როგორც აქ მაგ ბორდიურად გავუკეთო ეს აიუგა რუსებმა ჟივიჩკას ეძახიან მეგონი მართლა ჟივიჩია და აი ეს საზამთრის ისინი რომ აქვს აქ რა ქვია ჟასმინი აი ისინი გადავჭერი თავები გადავაჭარი ასეთ გრძელი ტოტები რომელმაც გამოიღო და მინდა აი გვერდებზე კიდე ჩავურგო დავუმატო წამოვზარდო ბუჩქები თავს რატო ვაჭრი ზემოთ მინდა ავწიო ეს ვიცით ამპელურ ფორმას იღებს ისე გადმოეფინება მაგრამ სანამ გადმოეფინება მინდა ჯერ ავწიო იმ სიმაღლეზე რომ აი აქ როგორც ხედავთ ცოტა შეუხედავი ადგილია და მინდა გავაკეთო ბუჩქივით მარაწონესავით იქცევა ასე თუ ისე რომელზეც ყვავის ფინკა აქ ამონიოსების ცოცხალობას ვაკეთებ ესე ანალოგიურად ჩარჭობილი მაქვს ალაგ-ალაგროს ხლავ პატარები ქვეშ ვინკა ზედაც რო გადავიდეს ვინკა აქ არ მაწუხებს ეს ამბავი სავარაუდოდ გადავა აი ეს გადაჭრილები ესენი მინდა დავაკალმო და
პირდაპირ იქვე თავის ადგილზე ჩავარჭობ, სადაც შემდეგში მინდა რომ იყოს, ამაზე აღარ ვიწვალებ ქოთანში. ეს ქვები მაქვს მოგროვილი, რომ ამ ჟივუჩკების, აიუგების პარალელურად დავდო, როგორც აქ მაქვს, რომ ცოტათი მაინც დავიცვა აქედან გადმოსული ბალახისგან, ეს ექსპერიმენტი უკვე ჩავატარე. მე გაჩვენებთ ამასთან, აიუგასთან. შეხედეთ, ქვებია შიგნით აიუგა, აი იქიდან ამოვიღე, აქ იყო უკვე გადმოსული. და რომ ვთქვი, ჩემთვის ეს ადვილია, იმიტომ რომ ქვებთან ცოტა ამაღლებულია. აიუგა. ამ კონტურს მინარჩუნებს. და ნუ სათიბსაც არ ვაფუჭებ. იქაც რადგან მოთიბვა დამჭირდება, ანალოგიურს გავაკეთებ იქ. ეს არის და ეს რაც დღეს მაქვს ჩაფიქრებული, ესენი აქედან თუ არ გადმოვიტანე, დამილბება. ოჰო, უყურეთ რა კაი ფესვები აქვს. მათი დიდი ხანი გაჩერება არ შეიძლება, ხო ვიცით? აგური ცოტა პერლიტი, რომ ეს სინესტე პერლიტმა აიღოს და მიწა გაფხვირდეს, ვიცით რომ კალმებისთვის ხერი მიწა უფრო მისაღებია, რომ ადვილად გაიღოს ეს ნაზი ფესვები, რომელიც მას აქვს რამდენად ნადაგში ასეთი სველია. ეს გამოდის კიდე სხვა საკითხია. ახლა ჯობს ხალხათმანების გარეშე რომ არ დავაზიანო. ფესვი მაქვს აი აქედან. აი აქამდე უნდა ჩავრგო. სადამდეც იყო. Yes. აღარ მოუწყალ. წყალი აღარ უნდა აფას. აგზელებ დანარჩენს. მას მოდარა ფესვები ქონია. ცოტა მასად მოვექცევი. სავარაუდოდ ამ ფესვს დავუზიანებ. ისიც მოხდა. როშოს მისგანმა გამოვა. და სადღაც ვიყავი ერთი ანონიმუსიც დაფესვიანებული. იმასაც აქვე მიურგავ. ეს ცოტა რომ გამოშრება და თუ კიდე დამჭირდება, კიდე მივუკავნებ რამეს გვერდზე. კარგად მივუტკეპნი, რომ შეძლებს დაგვარად ჰაერის ფუშტულები გამოვიდეს და გავაგრძელებ შემდეგ საქმეს. დაკავებისას მთავარია გადაჭრილი მალევე ავითვისოთ, არ გამოვაშროთ და საერთოდ კალამს რო ვიღებთ, თქვათ და მაშინ არ ვრგავთ, პოლიეთილენის ბაქში ჩადეთ. აი ამას უყურეთ, აქ ფესვები აქვს, ამას გამოვიყენებ. გადავჭრი შემდეგნაირად. სიკატორები აქვს სანატრელი. რამდენიმე კვირს დავტოვებ სულ, რომ ეს ფესვი არ დავტანჯო.
მივიდეთ ენერგიის პარალელურად პირდაპირ ჩავდგა მიწაში. ამით მოწყო მოვუწევთ ყველა ვარიანტში. ეხლა უფესო როგორ გავაკეთო? შეხედეთ, აი საერთოდ სხლავთ ხოლმე სადაც რაღაცა ფოთოლი, ეკანი, კვირტის ჩანასახი ან რამე, ხო? ეხლა ეს უკვე გამომიშრა, აქედან ავიღებ. ირიბად მიწაში რაც ჩადის, ვჭირით ირიბად, რომ ვიცოდეთ, რომ ეს ჩადის მიწაში. ქვედა ორ კვირტს მოვაცლი, მიწაში უნდა ჩავიდეს და ავიღებ აი ესე, ყურეთ, აი ეს მოვაცალი, აქ გადავჭირ, ამას დავტოვებ და სერტაკმა გადავჭრა, მაგრამ ეს გაუძლევს აი აქ გადავჭრე. და ისე პირველ ფოთლამდე მიწაში დავუშვებ და მოვწყავ. რა მინდა კიდევ გასწავლოთ აი ამ ხელის ბარის ხმარება. არასოდეს იხმაროთ აი ესე. აი ესე. დამღლელია, არასწორია, ყოველთვის აი ესე. ჩანს აი ესე. უფრო ადვილია. გავაგრძელებ ახლა თქვენი ამ პროცესს, აიობის გასუფთავება თუ გაინტერესებთ უყურეთ და ჩარგვა. ისე იგი ვასუფთავებ, კარგ ხნის წინ ამოღებულ აიუბას ვამზადებ გადასარკვევად. ესე საათითაო დამოვიღებ, გარეთ ქარია და იქ რო არ დავკარგო ამის გარჩევაში. მაკრატლით მოვაცლი, რაც არ მომწონს, თან უკვე დავაპატარავებ ამ რა ქვია, ნაწილს, რომ ფესვებმა ნაკლებად იზრუნონ ამ გამოკვებაზე. ამას გავაგრძელებ და გაჩვენებთ, როგორ ჩავდგავ. აი ეს არის მასალა, რომელიც იმ ჭუჭყიანი მასიდან ამოვიღე. გავასუფთავე, ზემოდანვე გადავრეცხე, გავაკეთე აქ პატარა ესეთი არხივით დრამშია. შიგნით უბრალოდ ეხა ჩავალაგებ, ამა დიდი ფილოსოფია არ უნდა, ესე ჩავალაგებ. მიწას. ამათ არც მიწის გაფრთხილება უნდა და არაფერი ისეთი არ სჭირდებათ. აქ ჩვენი ჩარგული კალმებია და ფეხით მიტკეპნი. მიწა ნესტიანია, ამათ მოწყვა არ ჭირდებათ, ასე გავაგრძელებ ბოლომდე და აქეთ ამხელი შემოვუწყობ ქვებს, რომ მე ზემოთ გადმოვიდნენ იმ ქვებიდან. აი ეს არის, რაც დღეს ამ ყვავილნარში გავაკეთე. ანუ დავაკალმე ზამთრის ჟასმინი, იმიტომ რომ ცოცხალი ღობე გავაკეთო. აქ მაგ მარადმწვანე ნიადაგფარავი ყვითელი ალისუმები, პირთეთრად გაზაფხულზე მოყვავილე ისეც ნიადაგფარავი და გავუკეთებ ბორდიურად ნიადაგმფარავი აიუგა.
ამ ნიადაგ მფარავზე და საერთოდ ნიადაგ მფარავზე მე ჩაწერილი მაქვს სერია რაღაც ვიდეოების და რატო ვიხმარი აიუგა. უყურეთ და ჩემი დაგვირვებით ალისუმშის პირთეთრაშიც დროთა განმავლობაში რაც არ უნდა დაეხმარო, მაინც ამოდის ჭანღა ბალახი, ჯანღა ბალახი, ყველა სხვადასხვა რაღაცას ეძახის, მოკიდ იცით ხო ეს საშინელი ბალახი როა ყველგან რომ მოძურება უზარმაზარი ფესვები და ვერასოდეს ამოძირკვა. მოკიდ ერთადერთი ვინც ამას ერევა აღმოჩნდა აიუგა. მივაბ ამ ვიდეოს, აიუგაზე ცალკე მაქვს ჩაწერილი ვიდეო მის თვისებებზე, მინდა რომ დაიფაროს ქვა ოდნავ ამაღლებულია და თიბვის დროს მივხვდები რა ბორდიურზე, რა სად ვთიბო და თან ეს აიუგა არის მოწითალო ფერის და ამით მივხვდები რომ ქვებს ვეხები და ქვებიც იცავენ ასე თუ ისე სარეველებისაგან, რაღაცა წინაღობას ქმნიან. ესენი ამაზე გადმოვლენ და იმედი მაქვს რომ დროთა განმავლობაში აქ უკვე სამარგლი არ მექნება, ნაკლებად მექნება, საზრუნავი არ მექნება, ანუ ბუჩქებივით წამოიწევენ ზამთრის ჟასმინები, აი როგორც აქ მაქვს გასული და წევზევით. მთლიანად აი უყურეთ პატარების ჩავდგე, მთლიანად ესე გასწვრივ მექნება ესენი და ქვემოთ ნიადაგ მფარავები. აუცილებლად მივამაგრებ პირველ კომენტარში აიუგაზეც, ხეხილზეც რაც შეგპირდით ამ ინფორმაციებს. იურის რამოდენიმე ვარიანტი მაქვს ბაღში და ამ ვიდეოში კიდევ ორს გაჩვენებთ. მინდა გაჩვენოთ როგორ მაქვს ტახისით ანალოგიურად ბორდიური გაკეთებული. აქ ეს ინგლისური მას ეძახიან ბორდიურს, როდესაც ღრმად აკეთებენ კანაოს მოლთან. წინა ვიდეოში სანამ ეს საღდგომო დიდი წვიმები დაიწყებოდა, გითხარით რომ ველოდებოდით, მე ყოველ შემთხვევაში ჩემ რეგიონში ველოდებოდი ყინვას, გაამართლა კიდევაც ყინვის მერე ღამე მოვიდა თოვლი დადო. ვიდეოში ბოლოში ჩანს რომ თოვლი მოვიდა და მივაკერე ვიდეოს, წინა ვიდეოს თან დავუთავ ამ ვიდეოს თანდართულ პირველ შეტყობინებაში იქნება ძირითადში და ზემოთ მარჯვენა კუთხეშიც. ეხლა მინდა გაჩვენოთ, ეს არის გარგარი, რომელმაც გადაიყვავილა, მეშინოდა შეინარჩუნებდა თუ არა, თქვათ შიგნიდან სანაყოფეს, ანუ ნაყოფს, ნახოთ თქვენთან ერთად, გავიმეტოთ ერთი ცალი და გავყოთ. ერთი ხელით არ გამომდის. შეხედეთ. აი ეს მწვანე რაც არის, ეს არის სანაყოფი ჩანასახი. ანუ მე ღრმად მოვწყე, მე მუსულმან ალექებმა არ მისცა საშუალება მიწას გამოშრობის და შესაბამისად ის სავარაუდოდ -2 გრადუსზე მეტად არ დაეცა გამიყინეთ ჩემთან ყინვები იცის. მე ვარ მეშვიდე ზონაში, საგურამოს ერთ-ერთ ზედა მთიან სოფელში და გადავარჩინე ჯერჯერობით, თუმცა ამაღამაც მოსალოდნელია ყინვა. დღეს არის 14 აპრილი, ანუ ნასესხების პირველი დღე. ამაღამდე შემდეგ ღამესაც არის მოსალოდნელი ყინვა, მაგრამ უკვე მოწყოს აზრი არ აქვს და არც არის აუცილებელი, იმიტომ რომ ეს დღების უწვიმდა და გაჟღენთილია ნიადაგი წვიმისგან. მაგრამ ყვავილი ვცდილობთ რომ ვარჯი დავიცვათ გაზაფხულზე ღამის და დღის ტემპერატურულ დიდ ტემპერატურულ სხვაობაზე, რომ ვარჯი არ დაგვისკდეს, მაგრამ ვერაფერს უშვებით ქარს, რომელიც აი ესე ჩამოგვიყრის ხოლმე ყვავილებს.
ხეხილიდან ჩემთან ძალიან დიდი ქარებია, ძლიერი ქარები, ზაფხულშიც კი, რომელიც ზაფხულში სასიამოვნოა, მაძლებინებს ცხელ ამინდში ეს ნიავი, თუმცა არ არის ეს ცუდი, რომ ყვავილი ჩამოყარა, ჩავთვალოთ ბუნებრივ გადარჩევად. იმიტომ რომ ამ ხეზე იმდენი ყვავილია, ყველამ რომ ნაყოფი გამოიღოს, ერთმანეთთან იქნებიან კონკურენციაში. აი უყურეთ, ერთ ტოდზე არის ნახეთ რამდენი ყვავილი. აქედან მაინც ნაყოფს რო გამოიღებს, მე ამ 4-5-დან 2 უნდა დავტოვო, დანარჩენი მოვაცალო, ეს კიდე დამატებითი შრომა, იმიტომ რომ თუ არ მოვაცალე, ყველა პატარა იქნება. ყველაზე კაი ვარიანტი იქნება პატარა. ცუდ ვარიანტში და რაც უფრო მოსალოდნელი, ერთმანეთს მიეწებებიან, გაუჩნდებათ მანილიოზი, დაალპებიან და ასე შემდეგ. ასე რომ ცუდი ეს არ არის. დანარჩენზე რა გითხრათ, აბა ყვავილში რაც არის რომ გაჩვენოთ, ხო? ამაზე ვერაფერს ვერ შეატყობთ. მოიყინა ყვავილი, არ მოიყინა, ამაზეც ბევრი ინფორმაცია წავიკითხე, მაგრამ მაგალითად შარშან 11 აპრილს რომ მომიყინა გარგარი ყვა ესეთ ყვავილში. რო ამოვედი მეორე დილით, ხო? ფანტასტიკური ბრწყინვალედ გამოიყიდა, უკეთესად ბრწყინავდა ყვავილი. მაგრამ მოსავალი არ ქონდა. ასე რომ ყვავილზე როგორ გითხრათ, გადარჩა, არ გადარჩა, სამწუხაროდ ყვავილზე არაფერი ჩანს. ეს უფრო ქარისგან არის ცოტა მეჭმჭული ჩემი აზრით, ვერაფერს ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ეს შედეგი გვაქვს. ჯერჯერობით აი ყუნწზე სანაყოფე ჩამდეს, ესეთი რაღაც არ არის, მარტო ისე როგორც გარგარზე გაჩვენით და ყველაზე მეტად ინახავს, თქვათ, როდესაც ჯერ კვირტი არ არის გახსნილი, მე როგორც ბალის შემთხვევაში. ვერ გეტყვით რომ არ არის საშიშროება, საშიშროება არის, მაგრამ უფრო ნაკლები ვიდრე გახსნილი ყვავილის შემთხვევაში. რა მინდოდა და მოჩვენებინა, თუ გახსოვთ ამ ვიდეოსაც დავურთავთ ამ პირველ შეტყობინებაში. მე მითხარით რომ სადღაც 7-8 წლის წინ ჩავრგე ქლიავი, რომელიც არაფრით არ ყვავილობდა და ჩავაყენე სტრესში, ზემოდან სულ გადავჭერი, ეს იყო უფრო დიდი, სადღაც აი რომ შეხედოთ 70 სანტიმეტრით კიდე უფრო მაღალი იყო. ზოგან 50, ზოგან თავები წავაჭერი. აბა თუ ჩანს. აგერ ბატონო, ყვავილობას აპირებს. ანუ სტრესში ჩავაყენე, ვაგრძნობინე რომ თუ კარგად არ მოიქცეოდა. მეცუდად მოიქცეოდი, ეს ხუმრობით, აი გახსოვთ ეს რაღაც ხუმრობით რომელიც სულ დაადეფეხესო. და გამოიღებს ნაყოფსო. მე იმდენად გავსხალი ეს ხე, რომ ისეთი რაღაც ვაფიქრებინე, რომ თქვათ უკვე შვილებილა დატოვოს, თორე რაღაცა პრობლემა აქვს და ესეც მოიქცა. იგივე წელს ჩარგული აგერ მეორე ქლიავი, ის იყო შავი, სავარაუდოდ ეს არის წითელი ქლიავი. ეს არ დავსტრესე და მე რაღაც უფრო პატარა დიზდება და ცოტა ისე გავსხალი, როგორც წესი დავიდია, არ დაუნდობლად დავინდე და არათუ ყვავილის კვირტი არ ჩანს, თვითონაც არ აპირებს გამოძებას, ეს სავარაუდოდ ფოთლის კვირტებია, სავარაუდოდ არა ფოთლის კვირტებია. მაგრამ ესეთი რაღაც ხდება. ალიბალიც სავარაუდოდ გადარჩება, თუ ამ დღეში არ გახსნის კვირტს, რაღაცა ძალიან წელს ჩქარობს ვაშლი და მსხალი. როგორც წესი, გადაიყვავილებს ხოლმე ატამი, გარგარმა გადაიყვავილა, მე არის ხოლმე მსხალი და ვაშლი.
ესეთი სიტუაცია. ჩაგაბარეთ ანგარიში. ყველას დიდი მადლობა რომ მოყურებთ ჩემ არხს, ჩემ ვიდეოებს და მიკომენტარებთ. ძალიან მიხარია დადებითი კომენტარები, მიუხედავად იმისა, რომ მესმის, რომ ცუდად ვიღებ, ვერ ვარ კარგი კამერამენი და ვერც მონტაჟორი. მაგრამ უღრმესი მადლობა ამ თანადგომისთვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, ვისაც არ გამოგიწერიათ და მომიწონოთ ვიდეო თუ მოგწონთ, დამისვით შეკითხვები, შეძლების დაგვარად გაგცემთ პასუხს. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეოებამდე თქვენი შაბათის მებაღე.